თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. დღევანდელ რადიო ბლოგში უსაქმურებზე ვისაუბრებთ. არ დასაქმებულ უსაქმურებზე კი არა. ყველაფერი რომ იციან და სინამდვილეში არაფერი რომ არ იციან იმ უსაქმურებზე. ეს გადაცემა ჯოკერია, მე დათო ლიკლიკაძე ვარ. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 7.9 გამარჯობა. ასე მაგალითად, გაიგებენ რაიმე ამბავს და ეგრევე გადაწყვეტენ მის კომპეტენტურ აზრს, რომ ჭეშმარიტება. აი თუნდაც რამდენიმე წლის წინ გავიგეთ, რომ სოფლიო ჩოგანი ქართველი სპორტსმენი შესაძლოა მოძალადე იყოს. ცხადია, მისი დადანაშაულება ასე ერთი ხელის მოსმით არ შეიძლება, მაგრამ საოცარია ის ხალხი, ვინც იხებს ყველაფერს. აუ, მე მაგას ვიცნობ და მაგას არ იზამდა. ვინ ხარ? რას წარმოადგენს? შენ რომ იცნობ, რატო ვერ ჩაიდენდა? საკუთარ თავზე ვერ დავდებ თავს. მე ვიცნობ ჩემ თავს, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, რას ჩავიდენ კონკრეტულ მომენტში, რაიმე გადაწყვეტილების მიღების დროს. მით უფრო აღელვებულ ნიადაგს და შენ საიდან იცი? მე რას ვიზამ? ვინც მიცნობს? მაგის მშობლებს ვიცნობ, ჩემი რძლის მეზობლები არიან და როგორ ჩაიდენდა ამას? აი ეს არგუმენტი ხო საერთოდ. მოკლედ ეს ადამიანები მრავლად არიან და რა გინდა რომ ქნა, ვერაფერს ვერ იზამ. აი სადაც წავეწევი, თუ დავცინებ ხოლმე მეტი, ჩვენ არაფერი შეგვიძლია. რამდენი უსაქმური დადის ამ ქვეყანაზე გიფიქრიათ ამაზე? მე მიფიქრია. არიან ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ცხოვრება არ გამოუვიდათ და სხვებისთვის რჩევებს არ იშურებენ. აუ, რატო არ ყავს ცოლი, ქმარი, რასელოდები, დაოჯახდები და ბავშვ რატომ არ აჩენთ? მშვიდობა გააქვთ, მოასწარით სანამ ახალგაზრდები ხართ, გააჩენ და პატარა ძამიკვან დაიკო, არ უნდა მანგელოს? ცოდუა მარტო გააჩენ მეორეს და ისე მესამეს რომ გაგეჩინათ, კარგი იქნებოდა, ბარემ პატრიარქს მოანათლიებდით. გააჩენ მესამესაც, აუ მრავალშვიდიანობა რომ ქალს უხდება, ისი არაფერი რა, ბარემ მიგეწყო სანამ ახალგაზრდა ხარ, გააჩენ მეოთხეს, მეხუთეს და რა იყო რა ამბავი ამდენ ბავშვს შენ არ უნდა? რა იყო ბიჭო, ცოლი არ გეცოდება? ან შენ არ გეცოდება ქალო შენი თავი? და ასე დაუსრულებლად, მართლა უსასრულოდ შეიძლება ამ სიის გაგრძელება და რეკომენდაციები ჩამოთვლა. საბოლოოდ ხვდები, რომ ასეთი კეთილის ყოფილები ცხოვრებაში არ ილებიან. ყოველთვის რაღაც რჩევა აქვთ გამზადებული, ყოველთვის გიბიძგებენ ის გააკეთო, რასაც ისინი თვლიან საჭიროდ და ამასობაში ხვდები, რომ სხვების მოსმენასა და მათი აზრების გათვალისწინებაში გავიდა მთელი ცხოვრება. თუმცა, ვაი რომ გვიანია, ბევრი მოზარდი მყავხართ მეგობრებში, ბევრი ჩემი მოსწავლე, სტუდენტი თუ ახალგაზრდა მეგობარი, ხო და მხოლოდ ეს რჩევა მექნება ყველასთან. ჯანდაბაში გაუშვით ეს თქვენი კეთილის ყოფილები. გინდ მეზობელი იყოს, გინდ ნათესავი, გინდ ოჯახის წევრი, გინდ მე ვიყო, თუ ჩემი რჩევაც არ მოგეწონებათ და თქვენი რეალური მისწრაფებებისაგან აცდენილი იქნება. დაიცხოვრეთ ისე, როგორც თქვენ გინდათ და თქვენ გაგიხარდებათ. ერთხელ ცხოვრობთ და იცხოვრეთ საკუთარი თავისთვის, პირველ რიგში, თორემ ასაკში არასრულფასოვანი ცხოვრების განცდა დაგტანჯავთ, როგორც ბევრს ტანჯავს ირგვლივ და ვინ იცის იქნებ, ამიტომ უბიძგებენ სხვებსაც, რომ ისეთები იყვნენ, როგორიც უნდა თვითონ ყოფილიყვნენ. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.